1963 წლის 22 ნოემბერს პრეზიდენტ ჯონ ფიჯერალდ კენედის მკვლელობიდან 2 საათის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ბორტი ნომერი 1-ის სალონში დალასის აეროპორტში დადო საპრეზიდენტო ფიცი და გახდა შეერთებული შტატების 36-მე პრეზიდენტი. სესილ სტოუტონმა, ყოფილმა სამხედრო ფოტოგრაფმა, რომელიც თეთრი სახლის პირველი ოფიციალური ფოტოგრაფი იყო 1961 წლიდან ეს პოზიცია იქამდე არ არსებობდა, დააფიქსირა ეს ისტორიული კადრი. მოსამართლეს სარა ჰიუზი, როგორ იღებს ფიცს ლინდონ ჯონსონისგან, მისი ცოლის და კენედის გაუგნებული ქვრივის ჟაკლინ კენედის თანდასწრებით, რომელსაც ჯერ კიდევ ის შანელის ვარდისფერი კოსტუმი აცვია, რომელიც ეწვა იმ მომენტში, როდესაც მისი ქმარი მოკლეს. კენედის მკვლელობის მომენტში სტოუტონი პრეზიდენტის კორტეჟის ერთ-ერთ უკანა მანქანაში იჯდა. საბედისწერო გასროლის შემდეგ ფოტოგრაფი პარკლენდის საავადმყოფოში გაემართა, სადაც კენედის სიკვდილი ოფიციალურად დადგინდა. ამის მერე კი სასწრაფოდ აეროპორტში გაემართა, რომ ჯონსონის ინაუგურაციისთვის მიესწრო. სტოუტონი ბორტ ნომერ 1-ზე ერთადერთი ფოტოგრაფი იყო და როდესაც კამერამ გაჭედა, ყველამ ჩათვალა, რომ უმნიშვნელოვანესი მომენტი ფირზე აღბეჭდილი არ იქნებოდა. მაგრამ პროფესიონალმა ფოტოგრაფმა პრობლემა მყისიერად აღმოფხვრა და ისტორიული მოვლენა დოკუმენტურად აღბეჭდა. და იმ საყოველთაო ქაოსის პირობებში სწორედ სტოუტონის ფოტომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად შენარჩუნებული იყო ხელისუფლების კანონიერად გადაცემის სისტემა.